რაც ყველაზე მეტად შემოიტანა ჩვენთან, რომ აი ხაფანგში მოგაქცევს ხელფასი, რაღაცა სარგებელი, ქურდობა, კორუფცია და ხმის ამოღების უფლება აღარ გაქვს. აი უყურებ შენს კოლეგას როგორ ანადგურებს სისტემა და შეხმას არიღებ. აი მასწავლებლებს მიმართ. არიღებს კი რომ ზოგიერთი ლანძლავს. ანადგურებენ მიზანმიმართულად წლებია. რა ვიცი, ხო ქრისტიანები ვართ. ხო ქრისტიანობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. სამართლიანობა ხო ძალიან მნიშვნელოვანი. სიყვარული. ხო უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. სუმაგაზე საუბრობდით, გვესაუბრებოდით, რომ სკოლა არა მხოლოდ განათლების მიღების საშუალებაა, არამედ ადამიანი უნდა ჩამოყალიბდეს იქ. და რატო დაკარგეთ ადამიანობა? თუ შეძლო ექიმებმა საკუთარი კოლეგის დაცვა, თქვენ რატო ხმას არიღებთ? გოგი ჩაფრაშვილის ამბავზე. ჩვენ ხო მეზობლები ვართ ერთმანეთის. ჩვენ ხო ერთმანეთს ვიცნობთ, ნათესავები ვართ. რა დაგვემართა ხალხო? საბოლოო ჯამში აი სულ გვავიწყდება, რომ ის ქოცით ჩვენი მეზობელია, ისეც ქართველია. ჩვენ საერთო მომავალი გვაქვს. და რატო ეგუებით ამ უსამართლობას, არაადამიანობას? რა ვიცი, აი ძალიან ტრაგიკულია და მტკივნეულია ამ ყველაფრის ყურება.